ადამიანებს დაყიდა ქართული ოცნების ჩამოყალიბების პერიოდში და პროცესებში, როცა საპარლამენტო არჩევნები იყო და ჩვენ საზოგადოებას ხვდებოდით და უამრავ შეხვედრებზე ერთადაც ყოფილვართ ჩვენ თითქმის ყველა თანამებრძოლები ვართ, ჩვენ იქ ხალხის ნდობას, რომელიც ნდობაც მოვიპოვეთ, იმას გამართლება ჭირდება და იმას ყოველ შესაბამისად ადეკვატური მონიციპალიტეტი ჭირდება. ერთბაშად ეს ყველაფერი არ ხდება. ჩვენ უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია, უამრავი თქვათ გამადიდებელი შუშა ვიყურებს და იქ ელემენტარული პროცედურები, რომლებიც თქვათ იმ მთავრობას ისე ერთი ხელის მოსმით შეეძლო თქვათ დაერღვია და საქციელი ჩაევდინა თვითონ სახელმწიფოს ჩვენ მაგისი არც უფლება გვაქვს და არც ილუზია და არც სურვილი რომ ისე გავაკეთოთ. ამიტომ ამას ყველაფერს ახლავს თავისი ხელშემშლელი პირობები, ყველანი ჩასაფრებული, ჩადარაჯებული, თუ კი ვინმე თქვათ დაინახავს თუ კი რომელიმე ქართული ოცნების ან აქტივის ან ვინმე რაღაცა მოუვა ხელად, თქვათ არაფერ მოსე იგი ატყდება ხელა განგაში რომ თითქოს თქვათ დაენგრა ქვეყანა. ამიტომ ძალიან სიფრთხილე არის საჭირო, ჯერ კიდევ ქვეყანაში არ არის ის თქვათ ობიექტურობა, ვიდრე მინდა გითხრათ, უზარმაზარი საქმეები გეთება ქვეყანაში. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ოზურგეთში, მაგრამ სამწუხაროდ ამას არაჩვენებენ. ჩვენ ბატონ ბიძინას თუ გავსოთ მეცხრე არხი დაახურინეს, დახურა ეს გასმა, კი არ დაახურინეს, დახურა ეს გასმა, რომ მიკერძოებაში თქვათ არ ჩათვლილიყო და კი ბატონო დავხურავ, რომ თქვენ გააკეთეთ. ჩვენ დღესაც ტელევიზორში ჩავთავდა უსტავიროზე და სხვადასხვა არხებზე ბოკერია და რა ვიცი, იმ ადამიანები თითქოს არაფერი არ მომხდარა და თითქოს ეს ხალხი რაღაცა ისე არ. ამიტომ ამ ყველაფერს უნდა გაძლება, უნდა აზრით, გონებით ყველაფერს უკიდება, ამ ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთმანეთს მოვლით და მოვეფერებით ეს ყველაფერი თქვათ ამ პერიოდში ერთი არჩევნები, ორი არჩევნები და ის რასაც ფუნდამენტური არჩევნები ქვია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ცვლის ამ მოწყობას, ეს ყველაფერი თქვათ ჩვენ ხელშია და ჩვენი საქმით უნდა თქვათ გამოავლინოთ.